ვინ მოგატყუა? ცოტა კრიტიკულები ისე იყავით, რომ თქვენ თავმოყარეობად სადღაც გამოაჩინეთ, ახლა თქვენ ცხობთ თქვენი თავმოყარეობა რა პროცესია? ბავშვების დაცვა არ გევალება? მესიმი შენიც მესმისმა და ჩემიც გეიგე და მიიტანე ადამიანი ხურდა კაცი ხარ და კაცურად გელაპარაკები ძმაო თავს არ არის დამშვიდი ეს ხო და ამ წუთში გავაკეთებ ტელევიზიებიც და თელს საგაზაფხულო შევხვდი დაწყნარდი რა აი ძალიან გთხოვთ ბავშვ შესწავლილი შესაძლებლობის მქონე ბავშვს არ უშვებთ ამდენი პოლიციელი შიგნით? ჩვენ ველოდებით იქიდან პასუხს. ყობახიძედან პასუხს ველოდებით. მარტო შეხვედრა არ აქვს. მედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ჩვენ აქ საჭურაოდ კი არა ვართ მოსული და რაღაცა ელემენტარულ საქმეს კი არ განვიხილავთ. ბავშვების სიცოცხლეს ეხება ეს ყველაფერი. და მაგაზინა იმას რომ შენობაში, რომელსაც ვინახავთ საქართველოს მოქალაქეები, არ უშვებთ ბავშვებს, ხალხო. თქვენ ხვდებით რაზე? ეს რაღაცა რა, ეს რა. ესეთი რაღაცები არ ხდება. ეგეთი რაღაცები შევჩება არ შეიძლება. არ გეპატიებათ. არც საზოგადოების განეპატიებათ, არც ღმერთის განეპატიებათ, ხალხო, არ შეიძლება ეგეთი რაღაცის გაკეთება. შენ შვილს რამე დაემართოს, არ გააკეთებ? გაჩერდები, მაინტერესებს. ალბათ გაჩერდები და მოკვდება შენი შვილი, შენი გაჩერების გამო. რა საუბრებით ამ ხალხს? პანიკაში და ეს ხალხი გიხდის ხალხს. პოლიცია რატო ხდები? გარდაცვის საკითხი. ეხლა ჩვენი მოთხოვნა იქნება რომ კონკრეტული შემოთავაზება იყოს და კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნეს ველოდებით მიღებული. ხოლო შეხვედრის ის აღარ მოვალ გავმართავთ უწყვეტ აქციას. სანამ ესენი განიხილავენ ყველა შვილი და მათ შორის ჩემი შვილის, რომელიც უკვე 9 წლის ხდება, ფეხს ვეღარ ადგავს, კიბეზეც ვეღარ ადის და წამალიც კი საჩქაროა უკვე. როცა დავიწყე ბრძოლა, მაშინ დადიოდა. მოვალთ და გავათენებ ღამე. ასე გადადიგველი